მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ჩემო ლამაზებო და კარგებო, მოდი დღეს განვიხილოთ ასეთი თემა, ჩაფიქრებული პიროვნების ნაბიჯები მომავალი ერთი თვის განმავლობაში, ამისთვის ჩაიფიქრეთ პიროვნება, კონცენტრირეთ თქვენსა და მასზე, ორივეზე, თქვენს ურთიერთობაზე, იფიქრეთ მასზე და ვნახოთ რას აპირებს ის თქვენს მიმართ უახლოეს ერთვაში, რა მოქმედებებს აპირებს თქვენთან მიმართებაში ეს ადამიანი შეიძლება თუ არა დაგიბრუნოთ, ან მოგიახლოვდეთ, ან ასე ვთქვათ, რამე სცადოს თქვენთან მიმართებაში და ენერგიები და ცვლილებები თქვენ შორის როგორ იქნება მომავალ თვეში კი არა ამ ერთი წლის განმავლობაში. მოდი ესე ვნახოთ, ხო? აბა ვნახოთ. ნაბიჯები მომავალი ერთი წლის განმავლობაში თქვენ ჩაფიქრებული პიროვნების. თემატობრივად მოაქვს. თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება დღესდღეობით არის პაუზაში, ვერ მოქმედებს, ასე ვთქვათ, ან საერთოდ ვერ მოქმედებს, ან სწრაფად ვერ მოქმედებს, რადგან საკუთარ თავში ეძებს პასუხებს და ფიქრობს ღირს თუ არა ნაბიჯის გადმოდგმა თქვენკენ. ცდილობს მოიკრიფოს სიმტკიცე, ძალა და თავდაჯერება. შეიძლება ამ ეტაპზე შორიდან გაკვირდებოდეთ კიდევაც, გეგმავდეს როგორ იმოქმედოს რეალურად, მაგრამ ჯერ ემზადება, ხო, მოსამზადებელი მომენტი აქვს. მასში არის შიში რეალურად შვიდიანი კვერთხებიდან გამომდინარე, რომ რაღაც ისევ არ დასრულდეს, ამიტომ იცავს საკუთარ პოზიციას და თავს იკავებს ნაჩქარევი ნაბიჯებისგან. თუმცა, ესე ვთქვათ, პენტაკლების დედოფალი და სამი პენტაკლები, რაც მეორე ხაზზე დევს, ხო, გვიჩვენებს, რომ საბოლოოდ ნაბიჯს გადმოდგავს თქვენთან მიმართებაში. მშვიდად, ფრთხილად, მაგრამ რეალურად გადმოდგავს. შეეცდება თქვენთან დალაპარაკებას ან მცირე ინიციატივას, ხო, რათა ესე ვთქვათ, და ურთიერთობა აღადგინოს. და ბოლოს ოთხიანით ასები გვეუბნება, რომ ადამიანი ჯერაც ასე ვთქვათ დაფიქრებულია, ხო, შეიძლება და შესაძლოა, რომ ამ თვეში ნაბიჯი იყოს ვთქვათ, ნელი, მაგრამ რეალური, გულწრფელი სურვილით, რომელიც დაბრუნებას ემსახურება. ხდება, დაბრუნებისკენ იქნება ეს ნაბიჯი მიმართული. ასე რომ ერთი თვის, ესე ვთქვათ, მანძილზე მას აქვს შინაგანი ბრძოლები და მზადების პერიოდში იქნება, მაგრამ სურვილით თქვენკენ მოსვლის უკვე აქვს ამ პიროვნებას გაუჩნდა და ასე ვთქვათ, აუცილებლად იქნება. ცოტა შეიძლება დაიგვიანოს, ერთვე შეიძლება გადაცდეს, მაგრამ მაინც რეალურად ნაბიჯი იქნება, თუმცა ეს ნაბიჯი იქნება ნელი. სულ ეს იყო ჩემო ძვირფასებო ამ თემასთან მიმართებაში, თუ ასე ვთქვათ, რა ნაბიჯებს გადმოდგავს თუ არა. კი ბატონო, გადმოდგავს და ძალიანაც კარგი უნდა გადმოდგეს, აბა რა უნდა ქნას. დაგემშვიდობებით ჩემო კარგებო, ჩემო ლამაზებო. მშვიდობიან დღეს გისურვებთ.